ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორში დილის 10 საათიდან დაიწყება. 26 მაისს როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში იზეიმებენ. დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ქალაქის ცენტრში გამოიფინება სამხედრო ტექნიკა. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გორში სტალინის სახლ-მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია კარის დღით გაიხსნება. მუზეუმების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ხვალ 26 მაისს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ყველა დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს მუზეუმში და დაათვალიერებენ არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის დარბაზებს. გორის ცენტრალურ მოედანზე კი სადაც ხვალ არაერთი ღონისძიების გამართვა იგეგმება, სამზადისი უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს სცენის მონტაჟი. კონცერტისთვის, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი სოლო, ფოლკლორული, ხალხური და ქორეოგრაფიული შემსრულებლები მიიღებენ. ასევე მოეწყობა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. ქალაქში გამოიფინება სამხედრო ტექნიკაც. კულტურის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებები. ეს იქნება კონცერტი, აგერ ვიცით რომ შენ ამზადებენ ახლა სცენას და ამ სცენაზე დილიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში იქნება ღონისძიებები. მოკლედ იქნება სახალხო დღესასწაული და მთელი ქალაქი აღნიშნავს. 12 საათისთვის დაიწყება უკვე გამოფენები, სპორტული ღონისძიებები. სპორტულ ღონისძიებებში შედის კლავჭიდი, ხელბურთი, კალათბურთი, ნარდი, ჭადრაკი. ხოლო რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, ეს იქნება ქორეოგრაფიული ჯგუფების წარმოდგენა, საესტრადო შემსრულებლების წარმოდგენა. ეს იქნება ძირითადად ადგილობრივი ჯგუფებით დატვირთვა, ხელოვნების აკადემიაც მიიღოს მონაწილეობა. ახლა იწყება სცენა, რომელზეც ხვალ იქნება ცეკვის, სიმღერის, ლექსის, პატრიოტულ მოტივზე აკეთებული ღონისძიება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. მოსახლეობა ტყვიავის ცენტრში მოიყრის თავს, სადაც სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვაა დაგეგმილი. ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მაყურებლის წინაშე ანსამბლი იმერი წარსდგება. ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის, დამოუკიდებლობის დღე არის, მოგეხსენებათ. აგერ იქით მემორიალი არის პირველი ცხინვალთან არეულობის დროს დაღუპული ბიჭების არის და ვიფიქრეთ, აი ეს ადგილი შევარჩიეთ, რომ უფრო მიზანშეწონილია. კარგი ღონისძიება ადგილობრივი ძალებითაც ვაკეთებთ. 1 საათი დაეთმობა ადგილობრივ ძალებს და შემდგომ ანსამბლი იმერი ჩამოყავს. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საქართველო 1918 წლის 26 მაისიდან აღნიშნავს. მას შემდეგ რაც ეროვნული საბჭოს დადგენილებით საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.